თვითონ 2000 ლარი მიდიოდა და ჩვენ 45 ლარი წავალ ახლა 45 ლარად ერთად წავალს ვიყიდი და დამთავრდება ყველაფერი. დაცლილი ოჯახები, წასული ჩვენი შვილები და ჩვენ მოხუცები მათხოვრულად. 50 წელი ნამუშევარი გვაქვს, ახალგაზრდობა გაზრდილი გვყავს, რამაერთ თანამდებობებზე იმაზე და ესენი აგერ წერა-კითხვის უცოდინარები. სიტყვის ამოღებაც რა შეუძლიათ. რომელი ინსტიტუცია ლაპარაკი? დაყოლიფე საქართველო. ეს ქალბატონი საუბრობს იმაზე, რომ ამ წელს პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზარდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ხელფასი 16000 ლარი გახდა. ეს ქალბატონი გვახსენებს იმას, რომ ქვეყანაში მთავრობის წევრები მილიონებს იპარავდნენ და ეს ყველაფერი შერჩათ. ქართული ოცნების მმართველობის დროს ქვეყანა 300,000-მა ქართველმა დატოვა. ქუთაისის მოსახლეობა კი განახევრებულია. რეგიონები დაიცალა ახალგაზრდობისგან თითქმის სრულად. ქართული ოცნების მმართველობის დროს პირველად პროდუქტებზე და წამლებზე ფასები 4-ჯერ გაიზარდა, ბოლო 4 წელიწადში კი 2-ჯერ. ამ დროს კი ჩვეულებრივი მოსახლეობის ხელფასები კაპიკებით იზრდება, თუ იზრდება საერთოდ. ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველია. ყოველი მეცხრე კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სამაგიეროდ ყოველდღე გვესმის, როგორ ებრძვის ქართული ოცნება გლობალური ომის პარტიას და Deep States. გულწრფელად მაინტერესებს, რა ბრძოლაა ეს ასეთი, თუ საქართველო ქართველებისგან დაიცლება, თუ პენსიონერები იშიმშილებენ და ახალგაზრდები გაიქცევიან ქვეყნიდან.